პირველი რასაც ვაკეთებთ, შევეცადოთ უნდა, როგორც სიმულატორში ვაკეთებთ, ზუსტად იგივე, გახსოვთ ალბათ, lift-off-ის სიმულატორის ტუტორიალის პირველ ნაბიჯებში დრონის სიმაღლის შენარჩუნებას გვასწავლის სიმულატორი. და ჩვენც მივყვეთ ამას, ავწიოთ დრონი და შევეცადოთ გავაჩეროთ ერთ სიმაღლეზე. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ რთული პროცესი არის. დამწყებისთვის განსაკუთრებად, ხა ჩემთვის ეს მეტნაკლებად გასაგები არის, რომ უნდა გავაკეთო. კარგი, მოდი დავსვამ და აგიხსნით ერთ ძალიან საინტერესო სპეციფიკას. როდესაც მე დრონს ჩავთავ და უბრალოდ ავწევ, ის წავა სადმე, ან აი როგორც ხედავთ, ეხლა მასხრი მიდის მისით. მარჯვენა ღილაკით, კი არა და სტიკით მე ვახორციელებ მის სტაბილიზებას და დაბრუნებას იმ ადგილზე, სადაც მინდა რომ იყოს ეს ერთი ადგილი შენარჩუნებული. აი ამ შემთხვევაში ავწევ ცოტა ზემოთ, აი აქ გავაჩერე. მინიმალური ცვლილება ხდება აქ, არაფერი სერიოზული, მაგრამ დრონს ესაჭიროება ცოტათი გვერდით წინ უკან გააჩნია. ზოგიერთ ქარი შეიძლება უბერავდეს, შეიძლება ზოგჯერ გიროსკოპი იყოს არასწორად დაკალიბრირებული და შესაბამისად მოგვეცემა შედეგი, როდესაც პრობლემატური იქნება ის ერთ ადგილზე შენარჩუნება დრონის. თუმცა ეს პირველი რასაც უნდა გავაკეთოთ არის ზუსტად ეს. ავწიოთ და გავაჩეროთ ერთ ადგილზე, ერთ სიმაღლეზე და ერთ ადგილზე.